ქალბატონო, გამარჯობა. გამარჯობათ. თქვენ რა გვარი გზამდებით? გვიჩიანი. სვანი გზამდებით. დიახ, ბატონო. ეხლა როგორ ეხმარებით თქვენ მეუღლებს, ძმებს, შვილებს? როგორ ეხმარებით? ვაძლევთ თბილ საჭმელს, თბილ ტანსაცმელს და ულით მეტი რა შეგვიძლია? რაც შეგვიძლია, სადამდე შესაძლებელი? სროლა არ შეგვიძლია, თორე ვინც დამნაშავე, ემას ვესწროდი პირველად. დაჭირდა იმასაც ესრია. ასეა. ორი კაცი აფხაზი რო დარჩეს, ორი კაცი ქართველი რო დარჩეს. მარტო ორ-ორი. მაინც ბოლოს ერთად უნდა ვიცხოვროთ. ხომ შეგწება ერთმანეთს თვალებში როგორ უნდა შევხედოთ? იმ ორმა და აქი თუ ორმა, იქი თუ ორმა თვალებში როგორ უნდა შევხედოთ ერთმანეთს რო დავხოთ. არ გაძღა, არ ძიმბა ჩვენი სისხლით. აჩბა, არ ძიმბა და ოზგანი არ გაძღენ. ამა ესენი ცეცხლში უნდა დაიწვენ ქართველი და აფხაზი დედების სოდვით. აფხაზი და ქართველი დედები ერთად უნდა შევგროვდეთ, ერთ ჯოხს უნდა მოვკიდოთ ხელი, უნდა შევეხვეწოთ ღმერთს, არძიმბას, ოზგანს, რომ არ დაგვიხოცონ შვილები. ჩვენ გევაკა, გამაყამ რო გადმოვიდნენ ჩვენ, მე ეს ბავშვები, ინვალიდები და ასე შემდეგ. ნუ ამას ბოლო უნდა მოიღოს, ან უნდა იყოს ომი, ან და გადავალდა ჩავბარდებით იქით. როგორ ვთქვათ? რას მისცემენ ჩეჩინები არძიმბას? რუსები და ჩეჩინები რას მისცემენ? მისი კულტურა, მისი ენა ყველაფერი დაიკარგება ჩეჩინებისა და რუსების ხელში. ნუ ეშინია მაგას. ეს ხოლგიანი კაცი გახლავთ იურიანოა. ისე როგორც ყოველი ჭეშმარიტი აფხაზი, იგი ქართული კულტურის დიდი მოყვარულია. მან აღადგინა კამანის მონასტერი, შეამყო ხატებით და საეკლესიო ნივთებით. ამის დაწყება რესტავრაცია უწმიდესის როსვაკურთხევით ბატონო შემო ეს კედლები დანგრეული იყო უმბათ არაფერი მოკლედ ხელახლა მოგვიდა მაგის აღზრდენა ის კი არა საძირკვლების შეუცვალეთ ჩვენ ბატონო და აი იქიდან მხარეს აღმოსავლეთის მხარეს ის კედელი ახლა რა გვეშინებია საზირკვლი აღარ ვარგებია მარგორე ხალა ახალი ამოთხები ჩავასახავე და ამაზე კი ნახავ რა ვიცი მაშინ ისეთი დრო იყო ეს ახლა და პასუხებაში გადაქცეს პროკურატურაში და ყველამაყო მაგაზე და ესე იგი ეს ყველაფერი თქვენ ააშენეთ. კი ბატონო, გარეთ და შინ და ხატები და ყველაფერი ჩვენი ეს გარ ფილები და ყველაფერი მოსკოვიდან ჩამოტანილი შენ ბატონო და შენ ეხლა კამანი ხდია ხო? კამანი ხდია. ომია. სროლა რატო აი აქ როგორ ხართ? ხო შეგიძლია თბილისში გაგბინა სასახლის სოხუმშიაც აგიგონი. თქვენი შვილები იქცხოვრობენ. რატო იქ არ ახარ? იმიტომ რომ მსახურებით, ეკლესიას მსახურებით ხავს, რომ იყოს ღია ბატონო ჩემო და როცა კურთხევა არ დააგდეს ქართულ ერს ბატონო ჩემო და რომ დაიცვათ ჩვენი კულტურა, ჩვენი სულიერი ქონება, რასაც ჩვენ აგვაქვს ქართულის ბატონო გაჩნია ჩვენ და იმიტომ რომ თქვენ ეროვნულად ქართველი, კი ბატონო. დიახ, აფხაზი. მოისროლაც ანატრელო წმინდა ოდინა მღვდელმთავარო იოანე ოქროპირო მამისა სათმო ძისა მიერ განათლებულო სულითა წმიდითა გამძნობელო ანგელოსთა და შეერთებულო მოციქულთა მოსაყდრეო მოწამეთა თანამოღვაწეო მღვდელმთავართა შვენიერებაო სარწმუნოებისა წინამძღვარო მართმორწმუნეთა შემწეო და შესაღვედრებელო მოიყოლა დიდებულო წმინდაო დიდო მღვდელმთავარე იოანე ოქროპირო სიწმიდითა შენით ამრავალთა სასწაულთა მოქმედო შენ შორის დამკვიდრებულითა საფრთხეთა მადლითა ადიდედა განანათლებ თივდაცული კეთილ მორწმუნე ერი ჩვენი ბელთა და კეთილ მთავრობა და ქრისტეს მოყარე მხედრობა მისი ბელ შვენიერებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სულია ეს ხოლგიანი კაცი გახლავთ იურიანოა. ისე როგორც ყოველი ჭეშმარიტი აფხაზი